გამოიწეროთ არხი. შენი ეს დღეს კაპიბარამ კაპიმ დინარეში ჩურავდა. ალი ისეთი ძვილი იყო, დამაგალი ალია იჯახდა კაპიბარა. მაგრამ უჯარმაზალი ალღა წამოვიდა და კაპიბარა თორს დაიღო. კაპიბარამ თვალები რო გაახია, უცნობ ადგილას აღმოჩნდა. იგივე უზარმაზარი ხეები და მოჩნაური ხბები ისმოდა. ეს აქამდე არ მინახა. ნეტა სადა ვარ? მაშინ მე ფოთლები და ცელკი მაიმუნი გადმოხტა. ჰეი, შენ აქ ახალი ხარ? გაიცინა მაიმუნმა. მე პიპი მქვია. მე შენ დავგჭირდები. კაპიმ თავი დაუკრა. მე კაპი ვარ, მაგრამ ბონი დავიკარი. პიპის გაუხარდა. არინევრიულო, ჯუნგლებში მეგობრები ყველაფერს მოაგვარებენ. ისინი ერთად წავიდნენ. მალე შეხვდნენ ტუკანს. ამ ტუკანს ბუბუ ერქვა. ჯუნგლები სახიბათოა, მაგრამ მეგობრებთან ერთად უსაფრთხოდ იქნებში. ქვა ბუბუმ და გაფრინდა. მალე გამოჩნდა დიდი მორხვი ითოდი. ამ ითოდს ლოლო ერქვა. ის ხის უკან იმალებოდა. ძალიან მეგარება დახმარება. მაგრამ ჩოდოა, ეს საწოდავი კაპიბარა და გადაწყვიტა დახმარებოდა. მოუდნელად კიბილი გაისმა. ხავთ ვინმე დამეხმარეთ. საშველად მივიდნენ და დაინახეს ბაჭია. ალახში თავაჯნილიყო და ვერ ამოდიოდა. ასაგაშინდეს უთრა კაპიმ და ლოლომ ბაჭიად ხილა დამოიყვანეს. ხანაერი კარგი მეგობრები არსად მიდახავს. ქვა ბაჭიომ და გაიღიმა. ტუკანი ბუბუ ცაში დაფრინავდა. უჩებ დაინახა მდინარე. ის მდინარეა, შენ რო ბანაობდი. დაუჯახა კაპის. აი, შენი სახლისკენ დგა. კაპი ყველას გადაეხვია. მადლობა მეგობრებო, რომ არ მიმატოვეთ. მაიმუნმა ფიფიმ გადაიხარხარა. არაფრის ჯბაკაჩო, ახლა ჩვენ უკვე ჯუნგლების მეგობრები ვართ. მეგობრები კი ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან. გამოიწეროთ არხი.